დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობთ იმ ცვლილებებზე, რაც ხდება სამყაროში და რაც ადამიანს ეხება. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი გახლავთ კაცობრიობის დაბერება. ამაზე ძალიან ხშირად საუბრობენ და ამის დასტურად უამრავი კვლევა არსებობს. როდესაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა განსაკუთრებით განვითარებულ სამყაროში მკვეთრად გაიზარდა, ერთ-ერთი მთავარი შედეგი სწორედ დადგა კაცობრიობის დაბერებასთან დაკავშირებით და გაიზარდა იმ დაავადებათა რიცხვი, რომელიც ასაკთან არის ასოცირებული. მაგალითად, უკანასკნელი მონაცემებით ყოველწლიურად საშუალოდ 10 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება დიაგნოზისზე, რომელსაც ჰქვია დემენცია. მაგრამ ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა განსაკუთრებული ნაწილი ამ სტატისტიკიდან, რომელიც უშუალოდ თავის ტვინის პირველადი დაავადების გამო არ არის გამოწვეული და აღმოჩნდა, რომ აი ამ დიაგნოზის მიღმა შეიძლება აღმოჩნდეს პრობლემები 13% შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მხოლოდ შენიღბული გვაქვს დემენციით პრობლემა, ან მივიდა დემენციამდე ესა თუ ის პრობლემა, მაგრამ ამ პრობლემის მკურნალობა შესაძლებელია. დუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მრავალრიცხოვანი კვლევებით ერთ-ერთი ასეთი პრობლემა გამოჰყვეს, ეს გახლავთ ღვიძლის მიერი ენცეფალოპათია. დიახ, როდესაც ღვიძლის პრობლემები შეიძლება გახდეს ისეთი ცვლილებების მიზეზი, რაც კლინიკურად აღიქმება როგორც დემენცია. და აი ასეთ შემთხვევაში მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს მსგავსი სიტუაცია შაქრიანი დიაბეტის დროს, სხვადასხვა სახის ტოქსინების, ანუ შხამების ზემოქმედების შედეგად, ალკოჰოლის შედეგად, როდესაც ღვიძლი ზიანდება და ამ ჯგუფში აღმოჩნდა ქოლესტეროლის ცვლის დარღვევა, რომელიც ასევე აზიანებს ღვიძლს. რატომ არის ეს ინფორმაცია ასე საგულისხმო? სწორედ დუკის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ გაცილებით მეტი შესაძლებლობა გვაქვს შევცვალოთ სურათი და დავძლიოთ დემენცია, ვიდრე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, რადგან სწორედ ეს 13% ღვიძლის მიერი ენცეფალოპათიისა გვაძლევს საშუალებას უკეთ მოვუაროთ ღვიძლს, დავზოგოთ ღვიძლი და შესაბამისად დავზოგოთ თავის ტვინი. აი ამ კავშირმა კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, რომ ორგანიზმში იზოლირებული პრობლემები არ არსებობს და ერთი სისტემის დაცვა ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ პრაქტიკულად ორგანიზმის წონასწორობა იქნება დაცული. თავის ტვინის ჯანმრთელობისათვის უამრავი ფაქტორი შეგვიძლია დავასახელოთ, მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის და ცხოვრების ხარისხზე, ტვინის მდგომარეობის გავლენას, უამრავი დიაგნოზი გვახსენდება. რა თქმა უნდა, მენტალური ჯანმრთელობა ჩვენ ამ თვეში არაერთხელ განვიხილეთ, რადგან მენტალური ჯანმრთელობის ცნობადობის თვეა. მაისი. მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ მაისზე, ასევე გვახსენდება, რომ არტერიული ჰიპერტენზიის ცნობადობის თვეა. როგორ შეიძლება ერთმანეთს უკავშირდებოდეს არტერიული ჰიპერტენზია, მენტალური ჯანმრთელობის სირთულეები, დემენცია და კიდევ ერთი ფაქტორი, ინსულტი. დიახ, ძალიან მარტივია ლოგიკური კავშირის მოძებნა, როდესაც არტერიულ ჰიპერტენზიას როგორც ინსულტის განვითარების რისკ ფაქტორად წარმოვიდგენთ, ხოლო დემენციას როგორც თანხლებს შედეგს იმ მდგომარეობისა, რომელსაც ინსულტი ჰქვია. თითქოს სწრეთ შეიკრა და ერთმანეთს დაუკავშირდა მჭიდროდ ინსულტი და დემენცია. რამდენად ბევრი მტკიცებულება აქვს თანამედროვე მედიცინას ამ კავშირთან დაკავშირებით და რამდენად მნიშვნელოვანია ამ შესახებ ცოდნა ოჯახის წევრებისთვის, სადაც არის ინსულტის მქონე პაციენტი, ამაზე ვისაუბრებ ჩვენი გადაცემის მეგობართან და დღევანდელ სტუმართან ერთად, რომელიც გახლავთ საქართველოს სამედიცინო სპეციალობათა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ექიმი ნევროლოგი პროფესორი ბატონი გიორგი ჩახავა. გიორგი, დილამშვიდობისა. მოგესალმებით. ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა
იმიტომ რომ როდესაც თვალს გადავავლებ ხოლმე რაზე გვისაუბრიან ჩვენ გადაცემებში, ყველა თემა არის აქტუალური არა მარტო სამედიცინო თვალსაზრისით, არამედ უნდა ვაღიაროთ სოციალური თვალსაზრისითაც. მაგრამ დღევანდელი თემა არის ნაცნობი საკითხების განსხვავებული წახნაგებით დაკავშირება. ერთი მხრივ ინსულტი, რომელიც საზოგადოებისათვის უცხო თემა არ არის და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მის სხვადასხვა შედეგზე ან წანამძღვრზე, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია დემენცია, რომელიც თანამედროვე ცივილური სამყაროსთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პრობლემად იქცა. რატომ არის მათ შორის ასეთი მჭიდრო კავშირი და რა უნდა იცოდეს ოჯახმა? ჩემთვის პატივია თქვენთან მონაწილე ყოველთვის კრეატიული და ისეთი მრავალწახნაგოვანი მიდგომარი ნებისმიერი საკითხისადმი. მაგრამ პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის მომენტი, რომ დიდი მეცნიერები და დიდი ექიმები, რომლებიც დაკავებულები იყვნენ წლების განმავლობაში და დეკადების განმავლობაში, ისეთი როგორც მაგალითად ენცო ჯაკობინი და ამოს კორჩინი, დღესდღეობით ფრუსტრირებული რჩებიან. რაც ვიცი, ენცო ჯაკობინი ცოცხალია თუ არა, ბატონ ალექსიძის მეგობარი და არადაგზის საქართველოს ჩამოსული და მეგობარი საქართველოს და დიდი მეცნიერი. უამრავი კვლევის და უამრავი წამალის გამოყენების მიუხედავად, რაღაც უებარი წამალი და უებარი მექანიზმი დღემდე არ არის ნაპოვნი. მე გულისხმობ საკმაოდ ეგრეთ წოდებული ალცგეიმერის ტიპის, ეგრეთ წოდებული დემენციის განვითარებისა. მაგრამ დღესდღეობით ჩვენ ვსაუბრობთ სიძარღვოვან კომპონენტზე. და საერთოდ ისევ გავყვები ამ მომენტს, როგორც ჩემი მასწავლებელი და დიდი პედაგოგი ბატონი ამოს კორჩინი იძახის, არ არსებობს არც დეგენერაციული, არც სიზაროვი, ყოველთვის არსებობს შერეული ტიპი. საკამათო საკითხია შეიძლება აკადემიურ წრეებში, მაგრამ სიზაროვი კომპონენტი უდავოდ თამაშობს ძალიან დიდ როლს, მით უმეტეს თუ ის დაკავშირებულია ისეთ აავთვისებიან დაავადებასთან, როგორც არის ინსულტი, რომელიც საზოგადოებრივ და სოციალურ პრობლემას წარმოადგენს ერთდროულად და მისი ეგრეთ წოდებული პროფილაქტიკა შესაძლებელია. ამიტომაც ყველა იმ ფაქტორების გათვალისწინება, რაც არის დაკავშირებული არასწორი ცხოვრების წესთან, რაც არის დაკავშირებული იგივე არტერიული ჰიპერტენზიის მართვასთან, რიტმის დარღვევასთან, თუ იქნება გათვალისწინებული, ეს ფაქტორები გვაძლევენ საშუალებას ამ დიდ სენთან ბრძოლისა. ეს არის პერსპექტივა. არა რაღაცა ძლიერი და საინტერესო ცოდნის რღვევა ყოველთვის უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ის რაც ჩვენ ხელთ გვაქვს დღეს, რაც შეიძლება გავუმკლავდეთ 40%-ში იმ შემთხვევაში, რომ მსუბუქი შემეცნებითი დაკნინება არ გადაიქცათ ჭკუასუსტობად. მოგეხსენებათ, რომ ეს არის განპირობებული როგორც ტერიტორიალური, ანუ დიდი ინსულტებით, ასევე მცირე სიზაროვების დაავადებით. ისევე როგორც სისნაკლებობით, მაგალითად როგორც არის გულის გაჩერება, რაც სამწუხაროდ იწვევს ისეთი ძალიან დიდ ცვლილებებს თავის თვინში და სავალალო შედეგს. ასევე ეგრეთ წოდებული ქსელქვეშა არებში სიჩაქცევა, ეგრეთ წოდებული სუბარხნოიდული სიჩაქცევა. ყველა ეს ფაქტორი სხვადასხვა მექანიზმით იწვევს კოგნიტიური, ანუ შემეცნებითი ფუნქციების დაკნინებას. როდესაც მე ხომ არ გაგაწყვეტინეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენი ხაზგასმა და მე ამ ფრაზას გავყვები, მასშტაბის მიუხედავად ჩვენ ვლაპარაკობთ შესაძლო დემენციაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სისხლძარღვოვანი კატასტროფა ხდება ჩვენს თავის ტვინში, მცირე მასშტაბის იქნება ეს თუ დიდი მასშტაბის იქნება, იმის რისკი რომ დემენცია განვითარდეს რეალურია. და ასეთ შემთხვევაში საზოგადოებას შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, რომ ინსულტი თავისთავად ძალიან დიდი სამედიცინო და სოციალური ტვირთია. ხშირ შემთხვევაში ინსულტის შემდეგ არის მოვლენები, რომელიც ასოცირებულია სწორედ გადატანილ ინსულტთან. როგორ უნდა აღმოაჩინოს ოჯახმა, რომ დემენცია ვლინდება? როგორ უნდა მიხვდეს, რომ ეს ინსულტის საჩუქარი კი არ არის, უშუალოდ სისხლძარღვების პრობლემას კი არ უკავშირდება, არამედ დიახ, სწორედ ის სიმპტომების ნაერთია და ნაკრებია, რომელიც დემენციასთან არის ასოცირებული. ეს რამოდენიმე კომპონენტია, არა მარტო მეხსიერების დაქვეითება, რაც ტიპიურად გვაკვონდება ხოლმე ჭკუასუსტობასთან მიმართებაში, არამედ აღმასრულებელი ფუნქციების დაკნინება, სივცობრივი მიმართებების რღვევა, ქცევა. ეს ყველა ასპექტი არის ჩართული ამ პრობლემაში და ხშირად ეს იმდენად დიდი თვირთვია ოჯახის წევრებისთვის, რომ ვერ აღიქვამენ, როგორ ის რატო პიროვნა, რომელიც მათთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია, რატო იქცევა ასეთნაირად, რატო ავიწყდება. და მათთვისაც არის თვირთი, რომელიც იწვევს შემდგომში შფოთვას, დეპრესიას და ასე შემდეგ. ამიტომაც პირველ რიგში ოჯახის წევრებზე, ანუ ორმაგი სოციალური დატვირთვა.
არის გარკვეული სტიგმატიზაციაც, რომ რატომ შეიძლება იყოს სიარულის გაძნელება, შეიძლება იყოს შარდის შეუკავებლობა, მძიმე შემთხვევაში განავალის შეუკავებლობაც. შეიძლება იყოს გულისხმობს სიძარღვოვან ასპექტებს. მცირე ნაბიჯების სიარული, უმავიწყობა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, გარკვეული ქცევა ისეთი, რომელიც არ ახასიათებდა ადამიანს მანამდე. უჩვეულო ხმება, დიახ. ხო. და იმდენი ფაქტორებია, რომელიც თქვათ მისაქცევია ყურადღება, პირველ რიგში ალბათ უნდა მიმართოს ექიმს. ექიმს როცა მიმართავს, ის დაეხმარება ყოველ შემთხვევაში პირველად ჯანდაცვის გოლში არსებული სიტუაცია ისეთია, რომ შეიძლება ეჭვი გამოთქვას, რომ აქ არის რაღაცა პრობლემა დაკავშირებული ან ქცევასთან და მეხსიერებასთან და ამიტომაც მიმართოს სპეციალისტს, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ნევროლოგს. და კვალიფიციური ადამიანის ხელში ეს პრობლემა შეიძლება დროულად იყოს პრევენტირებული. ესე იგი, როგორც არის არტერიული ჰიპერტენზია, რიტმის დარღვევა, იგივე რიტმის დარღვევა, თქო, გულის გაჩერება მარტო კი არ არის, არამედ მიკროემბოლიები ეგრეთ წოდებული, რომელიც იწვევენ პატარა სიძარღვების, ასე ვთქვათ, რღვევას. ათეროსკლეროზული პროცესები, რომელიც არის ხშირად გამოუწვევი ეგრეთ წოდებული ლიპოჰიალინოზის ესეთი პროცესია, რომელიც სიძარღვებს აზიანებს და უცბად ადამიანი, რომელსაც თითქოს არაფერი არ გადაუტანია, ან უნიშნელო რაღაცა პატარა ეგრეთ წოდებული სინკოპეს, ანუ წამიერი რაღაცა დაკარგვის გონების ეპიზოდები ქონდა, აღმოჩნდება, რომ მას აქვს რამოდენიმე კერა ბევრი დარბილების პატარა კერა თავის ტვინში. და საიდან? ხო, და ეს ყველაფერი ის ფაქტორები, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული პაციენტის მართვაში. ეს იქნება კვება, ეს იქნება ნემონისტური სხვადასხვა ტესტები და სხვადასხვა შემეცნებითი ტრენინგები და ვარჯიშები, რომელიც შესაძლებელია, რომ ჩაერთოს ამ პროფილზე და რასაკვირველია მედიკამენტოზური თერაპია, თუმცა ძალიან დიდად ვერ დავიკვეხნით იმ შესაძლებლობას, რაც გვაქვს. არსენალი ძალიან დიდი შეიძლება არ იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია. ისევ და ისევ ამბობ, 40% შემთხვევაში ამის პრევენცია შესაძლებელია და მეტიც. ინსულტის შემდგომ განვითარებული ეგრეთ წოდებული დემენცია, ინსულტის შემდეგ კი არ ვითარდება. უბრალოდ ინსულტი ერთ-ერთი ჩამრთველია იმ განწყობის, რომელიც პაციენტს ჰქონდა დაავადებამდე, ანუ ინსულტამდე 65% შემთხვევაში. 1/13 ვითარდება ეგრეთ წოდებული შემეცნებითი ფუნქციების დაკნინების პირველი ინსულტის შემდეგ. კიდე 1/13 მეორე, ანუ გამეორებთ ინსულტის შემდეგ. ეს არის სტატისტიკა. საქართველოში მოგეხსენებათ სამწუხაროდ ჩვენთან ეს პრობლემა სტატისტიკით არ არის შეფასებული, ჩვენ არ გვაქვს რეგისტრი დღემდე და არა მარტო ამ დაავადების, ბევრი დაავადების, რაც მოითხოვს ბევრ ტექნიკურ და ადამიანურ რესურსებს და ამაზე უნდა ფიქრი, რასაკვირველია. მართლა ეს პრობლემა, იმიტომ რომ ეს სოციალურად ურტყავს როგორც სახელმწიფოს, ასევე ოჯახს. მით უფრო რომ არტერიული ჰიპერტენზიის მაჩვენებლით ჩვენ ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია გვაქვს დღემდე ევროპაში, მთლიანად ევროპის კონტინენტზე და ის რაზედაც თქვენ საუბრობდით პროფილაქტიკის თვალსაზრისით ყველაზე ნაკლებ საყურადღებო თემად ითვლება ხოლმე ყოველთვის პრევენცია რატომღაც, სანამ პრობლემა არ დადგება, აი სანამ ურემი არ გადაბრუნდებაო, მაგრამ თქვენი საუბრიდან გამომდინარე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იკვეთება. იმ ლოგიკას თუ გავყვებით, რაც თქვენ ძალიან კარგად და ნათლად აღწერეთ, ჩვენ შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ ინსულტის პროფილაქტიკა, დემენციის პროფილაქტიკის საშუალებასაც გვაძლევს? რასაკვირველია. ერთ-ერთი ფაქტორი, ვთქვათ, სიზაროვანი დაზიანებისა არის არტერიული ჰიპერტენზია. იგივე მეტაბოლური პროცესები, ეს იქნება დიაბეტი, ეს იქნება ათეროსკლეროზი, ასევე მეტაბოლური სხვადასხვა დარღვევა, რომელიც თქვენ ახსენეთ, დაწყებული, ვთქვათ, ღვიძლის უკმარისობა, რომელიც სიზაროვანი შეიძლება იყოს, ხო? ბევრი ფაქტორია, რომელიც გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ ჩვენ 40% შემთხვევაში დავიზღვიოთ თავი, რათა მცირე კოგნიტიური დეფიციტი არა მარტო ალაგდეს, არამედ უკუ განვითარდეს კიდევაც. და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ძალიან აქტუალურია თანამედროვე საზოგადოებისათვის, რომელიც ინფორმაციული თვალსაზრისით ბევრად უფრო თქვა დიდ მოცულობას ფლობს სხვადასხვა სახის კვლევების შესახებ. მათ შორის არსებობს სტატისტიკა არა ასაკთან ასოცირებული მდგომარეობების, რომელიც თქვა ხანდაზმულობას უკავშირდება, არამედ ახალგაზრდა ასაკში განვითარებული ინსულტები. ამიტომ სრულიად ლოგიკურია საზოგადოების ინტერესი ამ თემის მიმართ და თქვენ რა კი დღეს ინსულტი და დემენცია დაუკავშირეთ ერთმანეთს, ლოგიკურად დაიბადება კითხვა თუ ახალგაზრდა ასაკში ვითარდება ინსულტი, დემენციის რისკი ასეთ შემთხვევაშიც არსებობს? რასაკვირველია. ახალგაზრდა ხდება საერთოდ როგორც ინსულტის, ასევე ჭკუასუსტობის. უბრალოდ ახალგაზრდა პოპულაციაში გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორები, რომლებიც იწვევენ ამ
მდგომარეობას. პირველ რიგში ეს ალბათ გახსენდება ეგრეთ წოდებული სხვადასხვა ვასკულიტები, ისეთი როგორც არის კადასილი მაგალითად. ახლა აბრევიატურას არ მოყვები რა არის, მაგრამ ეგრეთ წოდებული არტერიოპათიები არის აუტოიმუნური დაზიანება არის მცირე სიზარღვებს, რომელიც იწვევს ისევ და ისევ მცირე სიზარღვების დაზიანებას. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ნივთიერებების, თქო, გარკვეულწილად დეფიციტი ან ნაკლებობა, ისეთი როგორც არის ჰომოცისტეინი, მაგალითად ვიტამინი B12. მიზეზი და წარმომავლობა ამ ფაქტორების ცალკე წაგვიყვანს შორს, მაგრამ ბევრი ფაქტორია, რომელიც თქო ახალგაზრდებში ვასკულიტები, ეგრეთ წოდებული ანთებითი დაავადება პატარა და დიდი სიზარღვების, რომელიც ასევე იწვევს ახალგაზრდებში ხშირად ინსულტს და გასაგებია არასწორი ცხოვრების წესი, ეს არის დაწყებული ნარკოტიკებიდან, ანუ ეგრეთ წოდებული illicit drugs, ანუ ეგრეთ წოდებული აკრძალული მედიკამენტები, აკრძალული ნივთიერებები, უკაცრავად და სხვადასხვა მოსაწევი საშუალებები. ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც განაპირობებს და გარემო. გაბიძურებული გარემო. ჩვენ ცხოვრობთ გაბიძურებულ გარემოში, ჩვენ ცხოვრობთ გაბიძურებულ კვებით გარემოში. ხე არ გადის, რომ რაღაცა არის ფეთქებს სადაც ხან რაღაცა, იმიტომ რომ ეს არის დღევანდელი რეალობა და ამიტომაც ეს ყველა ფაქტორი უნდა იყოს გათვალისწინებული. ძალიან დიდი მადლობა გია ჩვენთან მრავალწლიანი მეგობრობისთვის. დღეს ამ ძალიან აქტუალურ საკითხზე საუბრისთვის და მადლობა რომ ეს ლოგიკური ჯაჭვი ძალიან ადვილად დასანახი გახადეთ თქვენი საუბრით, როდესაც ჩვენ თითქოს უწყინარი ახმა გვაქვს არტერიული წნევის მერყეობის, არადა სწორედ ასეთმა მერყეობამ შეიძლება მიგვიყვანოს ინსულტთან, შეიძლება მიგვიყვანოს დემენციასთან და შეკრას ის მანკიერი წრე, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის და ცხოვრების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას გულისხმობს, არა მარტო ერთი ინდივიდის, არამედ მთლიანად ოჯახის და საბოლოო ჯამში აქვეითებს საზოგადოების ცხოვრების ხარისხს. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ საქართველოს სამედიცინო სპეციალობათა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ექიმი-ნევროლოგი პროფესორი ბატონი გიორგი ჩახავა. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გელოდებათ. კვებით შუქნიშანი და ტრადიციული სამფერი ასოციაცია, რომელიც მრავალფეროვან რეკომენდაციებს აერთიანებს. ჩვენ შევთანხმდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიმანიშნებელი შუქნიშანია, ჩვენ ყოველთვის ბევრ ფაქტორს ვეძებთ იმისთვის, რომ ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებული კვებითი რეკომენდაციები ერთმთლიანად შევკრათ. და ასეთ შემთხვევაში მე მინდა გაგახსენოთ, რომ კონკრეტულ თემაზე მე ტრადიციულად საგანგებოდ მაქვს კვებითი შუქნიშანი თქვენთვის შერჩეული, რომელსაც ყოველ პარასკევს გთავაზობთ. ხვალინდელი დღე გამონაკლისი არ იქნება და ერთ-ერთი ასეთი თემა იქნება სწორედ არტერიული ჰიპერტენზია, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს კვებით შუქნიშანში ჩვენ ერთმანეთს დაუკავშირებთ არტერიულ ჰიპერტენზიას, ინსულტს და დემენციას. როგორ შეიძლება ეს სამკუთხედი აისახოს ჩვენ შუქნიშანში? რასაკვირველია, ჩვენ შეიძლება ბევრი რეკომენდაცია ცალ-ცალკე და ერთად წარმოგიდგინოთ და გაგიზიაროთ, მაგრამ უნივერსალურად ეს ყველაფერი თავს იყრის ისეთ კრებით ტერმინში, რომელსაც შემითებში ჰქვია. თქვენ გახსოვთ თეფშზე განლაგებული პროდუქტებით გაზიარებული რეკომენდაციები, როდესაც ყოველდღიურ რაციონში სულ ცოტა ნახევარი ბოსტნეული და ხილი, ხოლო მეორე ნახევარი მარცვლეულ-ბურღულეული ცილოვან კომპონენტთან ერთად ქმნის ჩვენი ყოველდღიური კვების საფუძველს და ამავე დროს ჩვენი ჯანმრთელობის საფუძველს. მაგრამ რომელი ფაქტორი შეიძლება იყოს საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ არტერიული ჰიპერტენზიაც მართოთ, ინსულტიც ავიცილოთ თავიდან და დემენციასაც მაქსიმალურად გავუმკლავდეთ. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა გამოვიყენოთ გრძელი ნუსხა, მაგრამ არის ერთი საერთო ფაქტორი, რომელიც ყველა შემთხვევაში წაგვადგება. ეს გახლავთ მცენარეული ბოჭკო. რატომ მცენარეული ბოჭკო? მოდით გაგახსენებთ, როგორია ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა, როდესაც ჩვენი ორგანიზმისა და ბაქტერიების ურთიერთობას ეხება საქმე. საკვებით ჩვენ ვიღებთ სხვადასხვა ნივთიერებას. ეს ნივთიერებები ხდება ჩვენი საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ჩვენ საჭმლის მომნელებელ სისტემაში სხვადასხვა ნაწილია, მათ შორის არის კუჭნაწლავის ტრაქტი და მონელებაში მონაწილეა დიდი ჯირკვლები. ასეთ შემთხვევაში
კუჭ-ნაწლავში მოხვედრილი საკვები არის ჩვენთვისაც საკვები და არის გასაზიარებელი იმ ბაქტერიებისთვის, რომლებიც ჩვენი ნაწლავის შიგნით ბინადრობენ. რაც უფრო სარგვა ბაქტერიისთვის საკვები, მით უფრო ადვილად ვიმსახურებთ მის კეთილგანწყობას. ასეთი პროდუქტებია სხვადასხვა საკვებში გაბნეული პრებიოტიკები და პრობიოტიკები, მაგალითად მაწონში გახსოვთ. ეს არის ცოცხალი ორგანიზმების და ცოცხალი ორგანიზმებისთვის განკუთვნილი საკვებიც. ეს გახლავთ მაგალითად სხვადასხვა სახის მჟავეული, რომელიც გახლავთ ერთდროულად საკვებიც და ცოცხალი ორგანიზმების ნაკრებიც. და როდესაც ამ პროდუქტებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გაგახსენოთ მცენარეული ბოჭკოს შემცველი პროდუქტები, რომელიც ჩვენთვის შესაძლოა ძნელად მოსანელებელია, ან საერთოდ ჩვენ მიერ მოუნელებელია, მაგრამ ძალიან კარგ თავშესაქცევს წარმოადგენს ბაქტერიებისთვის. სწორედ მათი დამსახურებით მოინელება ეს პროდუქტები. მართალია, ჩვენთვის შეიძლება დისკომფორტის შემქმნელი იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ნივთიერებების დამსახურებით ყალიბდება ჩვენს ორგანიზმში წონასწორობა. მაგრამ ზოგჯერ მიღებულ საკვებ ნივთიერებებზე ჩვენი ბაქტერიები განაწყენებით პასუხობენ, წარმოქმნიან გარკვეულ ნივთიერებებს მათი ცხოველქმედების შედეგად, რომელიც სისხლის მეშვეობით ყველა სისტემასთან მიდის და მთავარი სამიზნე შეიძლება აღმოჩნდეს გული და ტვინი. ასეთ შემთხვევაში არტერიული ჰიპერტენზიაც გახლავთ სწორედ ნაწლავის წონასწორობის დარღვევის შედეგი. ასეთ დროს განვითარებული ინსულტიც გახლავთ მრავალჯერადი დაპირისპირების შედეგი ჩვენსა და ბაქტერიებს შორის და ასეთ შემთხვევაში დემენციაც გახლავთ შედეგი ჩვენი და ბაქტერიების უთანხმოების. ამ შემთხვევაში შერიგების ინსტრუმენტი შეიძლება აღმოჩნდეს საკვებში და ეს გახლავთ მცენარეული ბოჭკო. მე კიდევ ერთხელ გაგახსენეთ დღეს ის უნივერსალური საშუალება, რომელიც ყველა ადამიანს ერთნაირად სჭირდება, თუმცა გამონაკლისი არიან ადამიანები, რომელთაც მცენარეული ბოჭკოს მონელებისას, გადამუშავებისას საკმაოდ სერიოზული სირთულეები ექმნებათ ნაწლავში. თქვენ გახსოვთ ამ შემთხვევებში ჩვენ საგანგებოდ საუბრობთ ხოლმე და ეს არის არაჩვეულებრივი მონაცემი, არამედ უფრო გამონაკლისი ამ შემთხვევებში და ზოგჯერ გამონაკლისთა რიცხვი საკმაოდ დიდია ხოლმე. მოკლედ, დღეს ჩვენ ნაწლავის პრობლემებზე არ ვსაუბრობდით, დღეს ჩვენ ერთმანეთს დაუკავშირდეთ არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი და დემენცია. ამ სამ კუთხეც კი მოვუძებნეთ ისეთი გასაღები, როგორიც გახლავთ მცენარეული ბოჭკო. მეგებრებიდობებით ჯანმრთელობას და დღესდღეობას გისურვებთ.